საღამოშიდობისა დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ. ვერძე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის პასიური, ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს. ართმევენ თუ არა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურს. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას ან რომელიმე პროცესს, მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს, გან შიგნით მსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში ამ თემაზე ღიად საუბრისგან დღეს. წულუკიანის ულტიმატუმი და თანამდებობიდან წასვლის ანონსი. წულუკიანმა დაიწყო ულტიმატუმების ენით საუბარი. ულტიმატუმს არ ვეძახი მაგას მაგრამ. ეს საკითხი განიხილება სამთავრობო კუჩით მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინისტრების ცვლილებას არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დააკავებენ თუ არა მამუკა ხაზარაძეს, რატომ არ იძიებს გახარია TBC ბანკზე კიბერშეტევას და თადუმაძე გახარია სკანდალურ წერილს. ეს საქმე უკვე გაცდა ერთი კონკრეტული ტრანზაქციის თემა. ჩვენ ვნახეთ მათ შორის ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული და ესე კეთვარი კიბერშეტევის ელემენტები. მე შემიძლია ამოვბეჭდო ახლა ნებისმიერი წერილი და თქვენზე რა ვიცი წარმოუდგენელი რამეები თქვა, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს რომ მას აქვს რაღაც დედანი რომელიც ათას გააგზავნა ვერანერი გამოძიება და მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ის დედანი არ დაბრუნდება, ასეთი იყო პროკურატურის პოზიცია. ანაკლის სპორტი და დახურული შეხვედრა ივანიშვილთან. თარიღები არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ გარდა ამისა შეხვედრები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, სულ არის შეხვედრები. 8 წუთში განხილული საქმე ზუგდიდის მეექვსე სკოლა და გარდაცვლილი დირექტორის სკოლების ინსპექტირება მეორე ტურის წინ და პოლიტიკური დევნა. ეს იყო რეალურად პოლიტიკური დევნა, არანაირი კავშირი ამას არ ქონდა რეალურ ინსპექტირების პროცესთან. ინსპექტირება, აუდიტი არის, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. ზათოვართ რახან პოლიტიკური კითხვები ჩება, ესეთი არჩევნების დროს მაგალითად არ განხორციელდეს. კიდევ ერთი უთანხმოება მართლგუნდში მთავრობის ყველაზე სტაჟიანი მინისტრის საკუთარ გადადგომას აანონსებს და საკუთარ გუნდს ფაქტობრივად ულტიმატუმის ენით ესაუბრება. იუსტიციის მინისტრი ამბობს, თუ საკითხებზე ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, გვერდით გაიწევა. არც თეა წულუკიანი და ჯერ კიდევ არც მისი გუნდის წევრები არ აკონკრეტებენ, რაზეა უთანხმოება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა ტევ1-ისთვის ცნობილი ხდება, რომ რამოდენიმე დღეა იუსტიციის სამინისტროდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოყოფა და მთავრობაში მისი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება განიხილება, რასაც წულუკიანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მეორე ვერსიით კი წულუკიანი შეწყალების იუსტიციის სამინისტროში გადატანის წინააღმდეგია. თეა წულუკიანი 19 მარტს სამთავრობო საათის ფორმატში პარლამენტშია დაბარებული. ნახოთ იქნება თუ არა 19 მარტამდე თეა წულუკიანი უწყების ხელმძღვანელი, მანამდე იუსტიციის მინისტრის რეაქციები გუნდში და ოპოზიციაში ანა ახალაიამ მოისმინა. დაიწყო თუ არა საკუთარ გუნდთან ულტიმატუმის ენით საუბარი იუსტიციის მინისტრმა. როგორც დღეს თეა წულუკიანმა გითხრა, თუ მისი მოთხოვნა არ შესრულდება, ის გვერდით გაიწევა და მინისტრის პოსტს სხვა დაიკავებს. ტევ1-ის ინფორმაციით წულუკიანის პროტესტის მიზეზი უკავშირდება მისი, ანუ იუსტიციის სამინისტროდან სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების საკითხი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა წულუკიანის პროტესტის მიზეზი იყოს ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეწყალების იუსტიციის სამინისტროში გადატანა, თუმცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ მთავარი მიზეზი მაინც სპეციალური პენიტენციური დაწესებულების იუსტიციის სამინისტროსთან გამოყოფა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების საკითხია. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს თეა წულუკიანს სახელისუფლებო გუნდის და თავად ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. რაც შეეხება თავად საკითხს, როგორც ვიცით, თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს გავრცელდა. გადაწყვეტილი იყო, რომ წულუკიანს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა არ იყო შერჩეული ფორმა, ანუ ის გადადგებოდა თუ მას გადააყენებდნენ. როგორც ტევ1-ს წყარო უყვება, ამ დროისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკები წულუკიანსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სწორედ მთავარ პრობლემას, ანუ იუსტიციის სამინისტროდან სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ წყარო გვეუბნება, შესაძლოა, რომ ეს მოლაპარაკება ვერ შედგეს, ანუ წულუკიანმა ვერ მიიღოს სასურველი შედეგი და უახლოეს მომავალში ოცნების უცვლელმა მინისტრმა თანამდებობა დატოვოს. მიდიხართ თუ არა თანამდებობასთან დაკავშირებით, ანუ რჩებით თუ შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადამდგარ ვარ. თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს.
ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას მიმდინარე თუნდაც ამჟამად პარლამენტში არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მე ვთვლი, რომ არის ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ ის არის ფასეული და ამ ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის. ეს არ ეხება მოსამართლეების თემას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საკითხი არის წმინდა იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას ან რომელიმე პროცესს, მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს, ამიტომაც თავ შევიკავებ, რადგან შიგნით მსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში ამ თემაზე ღიად საუბრისგან დღეს. მაგრამ რაიმე ტრაგიკული არ ხდება. ეს არის, ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესი და თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებ ჩემს უფლებამოსილებებს. პროცესი დაწყებულია, ქალბატონო, თქვენი წასვლის პროცესი დაწყებულია. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი. საუბრობს თუ არა თეატრულუკიანი თანაგუნდელებთან ულტიმატუმის ენით, დღეს ეს შეკითხვა ჩვენ დავუსვით პარლამენტის ვიცე-სპიკერს და ასევე იურიდიულ სააკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ქართული ოცნება ძირითადად ამბობდა იმას, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ იმასთან დაკავშირებით თუ რაზე აქვს უთანხმოება თეატრულუკიანსა და ხელისუფლებას და ასევე იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრი, თუმცა შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 3 დღეა სრულიად ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ თეატრულუკიანი არსად წასვლას არაპირებს და რომ ის ხელისუფლების მნიშვნელოვანი და რეფორმატორი მინისტრია. როდესაც შენს გამგებლობაში არის რაღაც გარკვეული საკითხი შემავალი, ბუნებრივია, რომ რაღაც გადაწყვეტილებებმა შეიძლება მიგაღებინოს ასეთი დაგაჭერნოს ასეთი პოზიცია, მაგრამ ვერ გეტყვით, ხა რაც არ უნდა გითხრათ, იქნება გარკვეული ტიპის სპეკულაცია, იმიტომ რომ არ მაქვს წარმოდგენა, არ მაქვს ინფორმაცია, რა საკითხი არის, რაზეც დავა მიმდინარეობს, ან ასთა სხვადასხვაობა არის და არ ვიცი რა მიაღებინა, ან შეიძლება პოტენციურად მიაღებინოს ქალბატონ თეას ასეთი გადაწყვეტილება. ზე გაწევა რომც მოხდეს რომც მიიღოს ეს გადაწყვეტილება რაში გამოიხატება ის ქართულ ოცნებაში მანამდე იყოს ანამ მე აღმოჩნდებოდი ქართულ ოცნებაში ბევრი წლით ადრე და შესაბამისად არ მგონია რომ სრული დისტანცირება გააკეთოს ამ პოლიტიკური ძალისგან არ ვიცი მე ზუსტად ის განზე გაწევაშიც რას გულისხმობს მათ შორის თეატრულუკიანმა დაიწყო ულტიმატუმების ენით საუბარი რა ვიცი ულტიმატუმს არ ვეძახი მაგას მაგრამ არა მაქვს ამაზე კომენტარით ინფორმაცია არა მაქვს და აქედან გამომდინარე სხვა თქვენ კოლეგებს ვარი უთხარი რა ხვალ ალბათ უფრო ნათელი სურათი იქნება მასთან დაკავშირებით და ისე თუ რაიმე პოზიცია და პრინციპული პოზიცია აქვს რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეს უცხო არ არის ეს ხშირად ყოფილა და ჩვეულებრივი პოლიტიკური თემაა მე ესე მგონია ნახოთ ხვალ საკითხსაც გავარკვევთ რა საკითხზე აქვს საუბარი და მისი მოსვლა პარლამენტში ალბათ ასევე საინტერესო იქნება. ჩემთვის როგორც პარლამენტის წევრისთვის არ არის ცნობილი ის ინფორმაცია თუ რაზე საუბრობს ქალბატონი თია. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, თუმცა ართულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წევრი, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს გატარებული. ჩვენ პატივისცემთ ერთმანეთის განსხვავებულ პოზიციებს, არსებობს, თუმცა არსებობს საკითხების ცივილური გადაჭრის ფორმები. ეს საკითხი განიხილება სამთავრობო კუჩით მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ შეთანხმდებიან და რა საკითხებს. არ შესაბამება სიმართლეს მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია გუნდში ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა საუბარი მინისტრების სრულებას არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით ესეც მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, მომდევნო დღეს და 2020 წლის არჩევნებამდე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება იუსტიციის მინისტრი და თან ძალიან წარმატებული და 20-ის მერე მოვლენები გვაჩვენებს სად გადაინაცვლოს.
როგორც უკვე გითხარით, წულუკიანის პროტესტი და მისი სავარაუდო თანამდებობიდან წასვლა უკავშირდება მისივე უწყების იუსტიციის სამინისტროდან სპეციალური პენტენციური დაწესებულების ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებას, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ თეა წულუკიანმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ეს რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს, რაც შეეხება წულუკიანის ყოფილ თანაგუნდელს ეკა ბესელიას, დღეს ოცნების ყოფილი წევრი გვეუბნებოდა, რომ მან მას შემდეგ, რაც დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა, წულუკიანთან კომუნიკაცია არ ქონია. არა მაქვს ინფორმაცია. მადლობა. არა მაქვს ინფორმაცია, რაც წამოვედი ქართული ოცნებიდან, არ მაქვს ამ თემებზე ინფორმაცია. ალბათონი თეა წულუკიანის წასვლა ამ თანამდებობიდან იქნება ძალიან კარგი ქვეყნისათვის, ვინაიდან ის არის ქვეყანაში არსებული აი ამ ძალადობისა და უსამართლობის ერთ-ერთი შემოქმედი, მან ფაქტობრივად გაანადგურა სასამართლო სისტემა და ის არის ყველაზე ბნელი საქმეების შემსრულებელი ძალოვან სისტემაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ შესაძლოა თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვოს, სახელდება ეკა ბესელიას, უფრო კონკრეტულად ეკა ბესელიას ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ მისი კომუნიკაცია იუსტიციის მინისტრთან. მაყურებელმა ალბათ კარგად იცის, რომ TV პირველის ეთერშიც ეკა ბესელიამ თავად თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტია ქართული ოცნება სახელისუფლებო შტოებიდან, ერთადერთი იყო სწორედ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც დაურეკა მას და მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება საკითხს, მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ TV პირველის ინფორმაციით თეა წულუკიანი უახლოეს დღეებში დატოვებს თანამდებობას, ვინაიდან როგორც ჩვენ წყარო გვეუბნება, ვერ მოხერხდება შეთანხმება იუსტიციის მინისტრსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენტენციური დაწესებულება ცალკე სტრუქტურად გამოიყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე ოცნების უცვლელი და რჩეული მინისტრი შეიძლება მალე შეიცვალოს. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ოცნება 1+1 ოცნება 2 უდრის მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის ინტერესებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ყობახიძე ბესელიას მიერ მომზადებულ ინიციატივებს იწუნებენ. Facebook სტატუსებით გამორჩეული მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ოცნებიდან წასულ დეპუტატს ტყუილსა და ორმაგის სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. სერგო მეთოფიშვილის შეფასებით ეკა ბესელიას რეალურად სასამართლოს საკითხი არ აინტერესებს და ოცნებიდან წასვლის მიზეზი გუნდში არსებული დაპირისპირება გახდა. არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი ფიქრობს, რომ ყოფილი თანაგუნდელების კანონპროექტები სასამართლოში არსებულ კლანს ძალაუფლებას უნარჩუნებს. ხელოვნურად ააგორა ეს თემა და ამოიდო იღლიაში ეს სასამართლოს თემა და ასე ვთქვათ დაიწყო ლანძღვა გინება სასამართლოში. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს. მან უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის გამო გააკრიტიკა. მოსამართლემის ორმაგის სტანდარტით მოქმედებასა და სიცრუეში დაადანაშაულა. მეთოფიშვილი ბესელიას იმ განცხადებებს ახსენებს, როდესაც ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი სასამართლო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებდა. სასამართლოს მიმართებით ორმაგის სტანდარტით ხელმძღვანელობს ქალბატონი ბესელია. ყველაზე ცუდია ის, რომ ჩვენ გვატყუებს კიდევ თქვათ არაუშავს. ჩვენ საზოგადოებასაც ატყუებს, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. სინამდვილეში მას არ აინტერესებს არც რეფორმები, სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლოს პრობლემები, სინამდვილეში მას აინტერესებს მისი პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. ამ ადამიანზე ვთქვი, რომ ის არასერიოზულ და კომიკურ კომენტარებზე არ გავაკეთებ შეფასებებს. ბრალდების ადრესატი ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მის მიერ მომზადებული ინიციატივის შესახებ კი ამბობს, რომ ის სწორედ მეთოფიშვილის და სხვა გავლენიანი მოსამართლეებისგან გათავისუფლება. მოსამართლეთა ამ ჯგუფის დაწერილია კანონპროექტი, რომელიც ყობახიძემ პარლამენტში მის საკანონმდებლო ინიციატივას დაუპირისპირა. ეს არ არის მათი დაწერილი პროექტი. მე გარწმუნებ თქვენ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც პირდაპირ ემსახურება სწორედ იმ ვიწრო ჯგუფ
ჯგუფის მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ინტერესებს, რომელთაც თავად სურთ, რომ სასამართლო აქციონ შეპესეთ და კანტორად. ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილად არის პროგრესული, ნამდვილად გამორიცხავს რისკებს. ეკა ბესელია კრიტიკის ობიექტი გახდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრისთვისაც. ანა დოლიძე მის ინიციატივას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ის სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. ორივე კანონპროექტი იტოვებს გზას, რომ წარიმართოს მოლაპარაკებები კლანთან, 10 ხმასთან, რომელიც არის საბჭოში, რომ იმ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მისაღები იქნება ან ოცნება ერთისთვის, ან ოცნება ორისთვის. მე ანას მოუწოდებ, რომ ამ რაღაცა კინკლაობაში შესვლას ჯობია ეს პროექტი წაიკითხოს. ეს პროექტი ზუსტადაც რომ ქმნის გარანტიებს, რომ დავიცვათ სასამართლო კლანური ინტერესებისგან. ირაკლი კობახიძე მედიასთან არ ჩნდება. მისი გუნდის წევრები კი ბესელიას ოპონენტებისადმი დამოკიდებულებას უწუნებენ. მათი მტკიცებით, სამართლიან პროცესებს სასამართლო სისტემაში მხოლოდ კობახიძის ინიციატივა უზრუნველყოფს. ეს საკანონმდებლო წინადადება ღია კონკურსში მონაწილეობის მიღებას საბჭოს მოსამართლე წევრებსაც სთავაზობს. უმრავლესობა ამბობს, რომ მათი ინიციატივა მხარდაჭერას უპირობოდ მოიპოვებს. ანტაგონისტურია რასაკვირველია დამოკიდებულება ორი კანონპროექტის ერთმანეთის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა საკმაოდ საინტერესო მრავალეტაპიანი შერჩევის სისტემას წარმოადგენს, რომელსაც არ დაეწუნება და დანარჩენი ახლა ეს პოლიტიკური შეძახილები და ნიშნის მოგებით ლაპარაკი ეს სამწუხაროდ ახასიათებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს და ექნება საპარლამენტო უმრავლესობის ყველაფერი ეფუძნება მთლიანობაში ეს პროექტი ევროსაბჭოს ძალიან ბევრ ძირითად რეკომენდაციას, რომელიც მიმართული იმისგან, რომ პროცესი იყოს დაცლილი პოლიტიკური წნეხისგან. თუ კი დეპუტატებს ოცნების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების იდეები არ მოსწონთ, მათ კიდევ ერთი ალტერნატივა აქვთ. საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ინიციატივა ევროპულმა საქართველომაც დაარეგისტრირა. პარტიაში ამბობენ, რომ წინადადება იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობის საშუალებას იძლევა. ჩვენი შეთავაზებით იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრს უნდა კონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს პარლამენტში კანდიდატურა და იუსტიციის საბჭო ვერ უნდა ბლოკავდეს იქ წარდგენილ კანდიდატურებს, ხოლო პარლამენტში უნდა იყოს ყოვლის მომცველი საჯარო და დეტალური განხილვა თითოეული კანდიდატის. თუკი პარლამენტი ეკა ბესელიას მხარს არ დაუჭერს, დამოუკიდებელ დეპუტატს სათადარიგო გეგმაც მზად აქვს. მათ ვინც ბესელიას შეთავაზებას უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურს უწოდებდა, ბესელია მათ კონსტიტუციაში ცვლილებებს თავაზობს. ის ამბობს, რომ დეპუტატების მხარდაჭერის ვერ მოპოვების შემთხვევაში საკითხს პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებით მაინც დააყენებს. გარანტია შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება გარანტიები იმისა, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში. უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეეხება, ანუ უკვე უვადოდ ვინც გამწესდა, იმ მოსამართლეებსაც შეეხება ეს ცვლილება. ჩვენ გვჭირდება 76 ხმა საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ კონსტიტუციური ცვლილება და ინიციატივა იყოს დარეგისტრირებული, ან 200,000 ამორჩევლის ხელმოწერა. ამიტომ ჩვენ ორივე გზას დავადგებით, ვინ რეალურად უჭერს იდეას მხარს და ვინ არა, ეს გამოჩნდება, ამიტომ ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით პროექტის ძირითად შინაარსზე ჩვენ ამ კონსულტაციებს გავმართავთ. ეს არის სამარცხვინო აღიარება. ასე გამოიხმაურა ეკა ბესელიას ინიციატივას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე. მამუკა მდინარაძის თქმით, ბესელია აღიარებს, რომ უმრავლესობა მხოლოდ იმის გამო დატოვა, რომ მის არაკონსტიტუციურ წინადადებას მხარი თანაგუნდელებმა არ დაუჭირეს. ეს ნიშნავს უსერიოზულეს პოლიტიკურ, იურიდიულ შეცდომას და აღიარებას, რომ არაკონსტიტუციური კანონის ხარის არ დაჭერის გამო გავიდნენ ისინი საპარლამენტო უმრავლესობიდან. ერთადერთი მიზეზი, აი, ნამდვილად გულწრფელად რომ დაფიქრდე, რა შეიძლება იყოს ამის, იფიქრებ ადამიანი, რომ ალბათ რამენაირად შეინარჩუნონ უმრავლესობის დატოვების შემდეგ პოლიტიკური აქტიურობა. სამი კანონპროექტი ერთი პრობლემის მოსაგვარებლად. ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძის საკანონმდებლო ინიციატივები უკვე დარეგისტრირდა. მათი განხილვა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაიწყება.
რატომ არ გამოიწვიეს TBC-ზე კიბერთავდასხმის საქმე და ვის დააფარეს ხელი რუსთაველის 12 ნომრიდან, საიდანაც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით TBC ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და 5 თვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის კურსია, გამოძიება ისევ იქ არის, საიდანაც დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საგამოძიებო უწყება მხოლოდ ერთი კომპიუტერის ამოღება შეძლო. TBC-ს დამფუძნებელს სხვა კითხვებთან ერთად, რომელიც ხელისუფლების მისამართით აქვს, ასევე აინტერესებს იყო თუ არა ფულის გათეთრება და 8 თვეა რა ვერ გაარკვია თადუმაძის უწყებამ, რას იძიებს, როცა ერთ დღეში გაარკვიეს მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა. სანამ საქმე არც წინ მიდის და არც უკან, TBC-ის საქმის დაწყების და საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ვრცელ ინტერვიუში მისი დაკავებაც არ გამორიცხა. ეს რუსთაველის 12 ნომერია კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობა, საიდანაც მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით 2018 წლის ივნისში TBC ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერთავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებას 5 თვის წინ მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბანკიდან ამოღებული ერთი კომპიუტერი ექსპერტიზაზე გაგზავნა, ამ დრომდე ვერ დაადგინა ვინ იყო კიბერშეტევის ორგანიზატორი. ამ დრომდე არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედებები არც რუსთაველის 12 ნომერში, სადაც ამ დროისთვის არავინ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ კიბერშეტევაზე მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაშიც და პარლამენტშიც ისაუბრა. სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფიქრობს, რომ არამყისიერი საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მტკიცებულებების განადგურებას ემსახურებოდეს. ეს საქმე უკვე გაცდა ერთი კონკრეტული ტრანზაქციის თემას, როდესაც კონკრეტული პირი საუბრობს, მათ იდენტიფიცირებული აქვს მისამართი, იციან ლამის სახელი და გვარები, კონკრეტულად ვინ მოქმედებდა ამ კონკრეტული აქტის უკან, ვინ იდგა, ცხადია, გამოძიება უფრო ეფექტური უნდა იყოს და გამოძიება თვეების განმავლობაში არ უნდა წელავდეს ამ თემის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ ჩემთვის ცნობილია გამოძიებას მათ თავიდანვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ლოგიკურია დავსვათ კითხვა, რას აკეთებს გამოძიება მთელი ამ ხნის განმავლობაში და რა ხელშესახები მოქმედებები შეასრულა. ხომ არ მოხდა მტკიცებულებების განადგურება, სანამ გამოძიება იქნებოდა ეფექტური ამ პროცესში. დანაშაულის არ გამოძიება უკვე დანაშაული, ასეთი პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. კიბერთავდასხმა ნიშნავს ორ რამეს. ერთი, ინფორმაციების მოძიება და შეიძლება ვიღაცებს მოპარონ საკუთარი ფული, დეპოზიტები და მეორე ნიშნავს სისტემის, ასე ვთქვათ, გაჭედვას, რაც ანგარიშწორების შეფერხებას გამოიწვევს და იქნებოდა საერთაშორისო კოლაფსი. ამას ოდესაც არ იზიებს ესეთ უმძიმეს დანაშაულს პროკურატურა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ხელისუფლების შეკვეთით გაკეთებული. TBC ბანკზე კიბერთავდასხმა ამავე ბანკის დამფუძნებელმა კვირის პალტრისთვის მიცემული ინტერვიუშიც ახსენა, სადაც ხაზარაძე დეტალურად ყვება რა იცის და რას არ აკეთებს პროკურატურა. ხაზარაძის თქმით, გამოძიებისთვის ორჯერ მიცემული ჩვენების მიუხედავად შალვა თადუმაძის უწყებამ გიორგი გახარიას წერილი ფარატინა ფუცლად მიიჩნია. არადა პროკურატურის წარმომადგენლებს შეკითხვები ხაზარაძესთან იმ წერილზეც ჰქონდათ, რომლის გასაჯაროებით TBC ბანკის დამფუძნებელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხოვნების მეორე პუნქტი შეასრულა. როგორც მამუკა ხაზარაძე ინტერვიუში ამბობს, დაკითხვის დროს მას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა პროკურატურის რეაქცია, როდესაც საგამოძიებო უწყებას უთხრა, რომ არის ორკესტრირებული შეტევის ობიექტი. მიიღო წერილი და შეკითხვები არ გაჩნდა. ამიტომ ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებას არ უთხრა, ვინ იყო აღნიშნული წერილის ავტორი. მე არავის ვეთამაშები, ვამბობ იმას, რაც არის. მთავარი საკითხი იყო ფულის გათეთრების თემა და ამიტომ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული. მეორედ გამოკითხვისას პროკურატურაში მკითხეს ეს წერილი ვინმეს თუ გააცანიო. მე ვუთხარი ჩემს ორ თანამშრომელს მეთქი. დაინტერესდნენ არჩევნების მეორე ტურის წინ გავრცელებული განცხადება რუდის დაწერეო. ვუთხარი როგორც კი მუქარის წერილი მივიღე გადაწყვიტე განცხადების წერა, რომ მეორე დღესო გამევრცელებინა. ამასთან მუქარის წერილი გავაცანი ბიზნეს ასოციაციის წევრებს და დავუსახელე მათი ვინაობა მეთქი. ამის შემდეგ მეორე დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და ამ საკითხს სულ არ მიეცემა. ეს ნორმალურია? ის რომ პროკურატურამ წერილში საეჭვო ვერაფერი დაინახა, საეჭვოა ოპოზიციისთვის. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე შანტაჟის მსხვერპლია და გახარიას წერილიც ამ შანტაჟის ერთ-ერთი ნაწილია.
მამუკა ხაზარაძე, რომელიც აქამდე არასოდეს არ ჩაარეულა პოლიტიკაში, არ ქონდა პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, უცებ იწყებს საუბრობს ზეწოლაზე და ეს ზეწოლა ცხადი არის, ზეწოლა წერილი არის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი ამ ზეწოლისა და არა მთავარი კომპონენტი, მთავარი არის ის, რაც ჩვენ ყველამ ვიღირებთ, მთავარი არის ფაქტი, რომ ამ ინსტიტუტზე განხორციელდა ზეწოლა, ამ ინსტიტუტზე გამოძიება, პროკურატურის განცხადებები, ეს არის მთლიანად სისტემური დანაშაულის ნიშანი. გიორგი გახარიას წერილის ნამდვილობის ჯერა ყველას პროკურატურისა და სახელისუფლებო გუნდის გარდა. ფარატინა ფურცელიც ეს შეფასება ქართული ოცნების ტერმინად იქცა. უმრავლესობა ამბობს, რომ გამოძიება ლოგიკურად ვერ გაგრძელდება თუ მამუკა ხაზარაძე წერილს დედანს, რომელიც ბრიტანეთში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, საქართველოს პროკურატურას არ წარუდგეს. ნებისმიერ შეძლო ამოებაში და როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მას აქვს რაღაც დედანი, რომელიც სადღაც გააგზავნა, ვერანაირი გამოძიება და მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ის დედანი არ დაბრუნდება, ასეთი იყო პროკურატურის პოზიცია და ის დედანი რო ჩამოვა, იმის მერე გამოჩნდება იძლევა თუ არა ის დედანი რამე უფრო სერიოზულის საფუძვლოს თუ დედანი ზოგადად არსებობს. მე პირადად სხვა დეპუტატებთან ერთად მოვითხოვე, რაც შეიძლება სწრაფად გამოქვეყნებულიყო ეს წერილი არა ამონაბეჭდი, არამედ დედანი, მაგრამ დღემდე ეს არ მოხდა. დეპუტატებმა რაც მოვისმინეთ წერილთან დაკავშირებით ის ვერ ვნახეთ. როგორც მამუკა ხაზარაძე კვირის პალტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ექსპერტიზა პასუხს გასცემს ყველაფერს, ვიდრე ეს თითის ანაბეჭდების დადგენაა. ამავე ინტერვიუში TBC ბანკის დამფუძნებელი საუბრობს მუქარაზე ეროვნული ბანკისგან. ხაზარაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა მას უთხრა, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრება ვერ დაადგინა, თუმცა არსებობს შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ხაზარაძის წერილი არ უნდა გაესაჯაროებინა. ის TBC ბანკისთვის გადაეცა, ბანკს კი საქმიანობა ხაზარაძის გარეშე უნდა გაეგრძელებინა. სწორედ ამიტომ TBC ბანკის დამფუძნებელს ვერ გაურკვევია, რატომ ვერ დაადგინა 8 თვე გამოძიებამ ჰქონდა თუ არა ადგილი ფულის გათეთრებას. მაშინ, როდესაც გახარიას წერილის არანამდვილობა 1 დღეში გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ხაზარაძის საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს, ამბობს, რომ პროკურატურა მან ბრალი უნდა წარუდგინოს ან გამოძიება შეწყვეტოს. არასდროს ყოფილ არც გემი, არც ის სამუშაო ნახავს, რომელიც ანაკლიაში ჩატარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ მამუკა ხაზარაძეს პრეტენზიები ინფრასტრუქტურის მინისტრთანაც აქვს. TBC-ის დამფუძნებელი პირობაზდებს, რომ თუ აიძულებენ ანაკლიდან წასვლას, ისე არ მოხდება, რომ ოფისიდან გავლენ და ვიღაც ჩაანაცვლებს. მამუკა ხაზარაძემ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ანაკლის სპორტის მშენებლობაზე და ამ პროცესში მთავრობის როლზე. TBC-ის დამფუძნებელი საყვედურობს მაიაც კიტიშვილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით ანაკლიაში ნამყოფი არ არის და თან პროექტზე შეფასებებს აკეთებს. თავის მხრივ მაიაც კიტიშვილი ამბობს, რომ პროექტში პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო და კონსორციუმის მუშაობით უკმაყოფილოა. TBC-ის დამფუძნებელი ინტერვიუში ბიზნა ივანიშვილთან აუდიენციასაც იხსენებს, რომელსაც გიორგი კვერიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მაიაც კიტიშვილი ესწრებოდნენ. ამ შეხვედრის სასაუბრო თემა კი ანაკლის სპორტი იყო. მუქარის წერილის გამო შინაგან საქმეთა მინისტრთან დაპირისპირების შემდეგ მამუკა ხაზარაძეს პრეტენზიები ინფრასტრუქტურის მინისტრთან აქვს. ხაზარაძე ამბობს, რომ ცკიტიშვილი არ იცნობს ანაკლიის სპორტის სამუშაოებს, არასდროს ყოფილა ანაკლიაში, თუმცა აღნიშნულ საკითხზე არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებას არ ერიდება. ხაზარაძე მთავრობას 4-ჯერ ჩავარდნილი ტენდერის გამოც საყვედურობს. საქმე ეხება ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის რკინიგზისა და გზის გაყვანას, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღო. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტი არც დაწყებულა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ნამყოფი არ არის ანაკლიაში, არც გემი უნახავს, არც ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა და შეფასებებს აკეთებს. რა ქვია ამას? 4-ჯერ რომ ჩავარდა ანაკლიაში გზისა და რკინიგზის დაპროექტების ტენდერი, მილიარდი ლარი რომ ვერ აითვისა ქვეყანამ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს რისი ან ვისი ბრალია. ჩვენ ახალი სახსრები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან და ამათ აგერ ანგარიშზე აქვთ თანხა ბიუჯეტში. ვერ ითვისებენ და ამ ადამიანებისგან გვესმის პრეტენზიები. ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლა.
დაასრულეს ტოლფასი ამბავი. ინფრასტრუქტურის მინისტრი პირიქით ანაკლიის პორტის პროექტში კონსორციუმის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. ამბობს, რომ პრობლემები 2017 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსორციუმმა შესაბამისი ფინანსები ვერ მოიწია და 600 მილიონი დოლარის მოზიდვა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის გადაავადა. შესაბამისად ცკიტიშვილი კონსორციუმის მუშაობით უკმაყოფილოა. 2017 წლიდან დაიწყო. როდესაც თავდაპირველად პირველი ხელშეკრულებით 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო როგორც სრული დაფინანსების მოძიება 600,000 დოლარის ოდენობით საკუთარი კაპიტალიდან და ნაცესხები კაპიტალიდან, როდესაც 2017 წლის ბოლოს ეს ვერ შესრულდა. ის სამუშაოები, რომელიც არის განხორციელებული, არის მოსამზადებელი რიგის სამუშაოები. თუკი პრობლემები 2017 წელს შეიქმნა, რატომ დაუჭირა მთავრობამ მხარი 600 მილიონის მოძიების გადავადებას. კონსორციუმის დირექტორი ამბობს, რომ მიზეზი კომპლექსური და ობიექტურია. მისი თქმით, მშენებლობის გრაფიკი არ დარღვეულა. საჭიროა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკება, როგორც ასევე ოპერატორთან მოლაპარაკება და ჩვენ სხვა ინვესტორებთან ერთად მოლაპარაკება და ამ კომპლექსურობიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, ასე ვთქვათ, ამ ვადის გადაწევა. ბანკებმა განაცხადეს, ჩვენ გვითხრეს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს პროცესები უნდა დასრულდეს, იმისათვის, რომ მათ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები. მე ასევე ვარ დარწმუნებული, რომ იგივე მესეჯები იყო გაგზავნილი მთავრობასთანაც. ანაკლიის პორტის საკითხი განიხილეს იმ შეხვედრაზეც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძე, კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და ცკიტიშვილი ესწრებოდნენ. ხაზარაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე პორტის პროექტმა ივანიშვილის მხარდაჭერა დაიმსახურა. კვირიკაშვილმა კი შექება, თუმცა მოულოდნელად სამი კვირის თავზე პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. რა მოხდა ამ სამ კვირაში ხაზარაძისთვის უცნობია. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცკიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შოუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს აღარ ამინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს. აუდიენციის დეტალებზე საუბარი არ სურს ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელიც ამბობს მხოლოდ იმას, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, სადაც ანაკლიის პორტის პროექტი განიხილება, არც პირველია და არც უკანასკნელი. მისი თქმით, მთავარი მხოლოდ ისაა, რომ შეხვედრის შემდეგაც კონსორციუმს პორტის სამუშაოებისთვის ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამ პროექტთან დაკავშირებით სულ არის შეხვედრები და შეიძლება ზე კიდევ რამე შეხვედრა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ შეხვედრის შემდეგადაც და არც კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგადაც არაფერი ამ პროექტში არ შეცვლილა. რატომ გაირკვა მხოლოდ ახლა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში პრობლემები 2017 წელს შეიქმნა და უკავშირდება თუ არა თბილისის საქმის გააქტიურება პორტს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ პროექტის ფარგლებში დაშვებული საკუთარი შეცდომების მამუკა ხაზარაძეზე გადაბრალება გადაწყვიტა. უმრავლესობაში კი აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ სურთ. ბანკის საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიას, შესაძლებელია იყოს ხელისუფლების მხრიდან სწორედ გამოყენებული იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი ფაქტობრივად არის ჩაშლილი. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას სურდეს საკუთარი მიზეზით ანაკლიის პორტის გაჩერების გადაბრალება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან TBC ბანკთან დაკავშირებული. დიდი მადლობა. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მინდა ვკითხო. ანაკლიის ღრმად წყალოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით ანაკლიის პორტი პირველ გემს 2021 წელს ელოდება. ცოტახნის წინ პოლიცია იყო მობილიზებული TBC ბანკის ცენტრალურ ოფისთან. ჩვენი ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ პირს კონფლიქტი ბანკის დაცვის წევრებთან მოვიდა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ, რომ ბანკი ამ დროისთვის დახურული იყო. დაცვამ შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ჩვენი ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე იმყოფება TBC-ის ცენტრალურ ოფისთან. რუსუდან, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე რა მოხდა ადგილზე. დიახეთუნა, ჩვენ ვიმყოფებით TBC ბანკის ცენტრალური ოფისის შესასვლელთან. აქ სიტყვიერი დაპირისპირება სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. თქვენ ხედავთ ჩემ კადრს უკან, აქ უკვე გაბმულია ყვითელი ლენტი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თვითონ შენობაშიც იმყოფებიან სამართალდამცველები და სწორედ ამ მოქმედებებს ახორციელებენ. შესასვლელთან შეინიშნება არაერთ ადგილზე სისხლის ნაკვალევი, რაც მიანიშნებს სისხლიან დაპირისპირებაზე. TBC ბანკის წარმომადგენელმა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ განგვიცხადა, რომ აქ იმყოფებოდნენ სამი
აქ იმყოფებოდა 3 რიგითი მოქალაქე, რომელიც მისი ვარაუდით იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დაცვის თანამშრომლებს და მოსთხოვეს მათ თუ რატომ არ იყო ხელმისაწვდომი TBC ბანკი საღამოს საათებში, მათ მოთხოვეს რატომ არ შეიძლებოდა მათ ესარგებლად TBC ბანკის ბანკომატებით და გამომდინარე იქიდან რომ დაცვის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს რომ იყო არასამუშაო საათები, ამის შემდეგ მათ შორის დაიწყო სისხლიანი დაპირისპირება. როგორც ცნობილია, 3 პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და ისინი გადაყვანილი არიან. რაც შეეხება აქ ვითარებას, აქ გარე პერიმეტრზეც რჩებიან სამართალდამცველები, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე შიგნით ტერიტორიაზე მიმდინარეობს შემოწმება და როგორც ხედავთ, აქ შეინიშნება სისხლის ნაკვალევი, ყვითელი ლენტია გაბული და ჩვენ ახლოს მისვლის საშუალება არ გვეძლება. ამ დროისთვის ინფორმაცია ასეთია, რაც შეეხება დაცვის თანამშრომლებს, რომლებთაც დაუპირისპირდნენ რიგითი მოქალაქეები, მათ მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ჩვენთვის არის უცნობი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ აქ პოლიციის ერთ-ერთ მანქანას ავტომობილში შევამჩნიეთ პირი, რომელიც სავარაუდოდ იყო თავდამსხმელი, მას სახეზე ეტყობოდა სიტყვიერი დაპირისპირების და ფიზიკური დაპირისპირების ნაკვალევი. TBC-ის წარმომადგენლები ამ ეტაპზე აქ არ იმყოფებიან, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა არის თუ არა დაწყებული გამოძიება და აღძრულია თუ არა საქმე, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, როგორც უკვე გითხარით, სისხლიანი დაპირისპირება მოხდა სულ ცოტა ხნის წინ. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არის დაუზუსტებელი, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ შიგნით შესვლის საშუალება არ გვეძლევა და არ გვეძლევა უფრო მეტი დეტალი გავიგოთ. მე შეგახსენებთ, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ 3 პირი იმყოფებოდა, როგორც TBC-ის წარმომადგენლები გვიყვებიან, ისინი მათი ვარაუდით იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც შემდგომ სისხლიანი გარჩევა მოჰყვა. ამას მოწმობს ის სისხლის ნაკვალევი, რომელსაც ხედავთ თქვენ კადრში, აქ არაერთ ადგილას შეინიშნება ეს ნაკვალევი და როგორც TBC-ის წარმომადგენელი გვეუბნება, 3-ვე პირი პოლიციამ უკვე დააკავა. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ TBC-ის წარმომადგენლის კომენტარი. 3 მთვრალი მოქალაქე მოვიდა და ჩხუბი დაუწყო ბანკის დაცვას. რა უნდოდა რა ეს არ ვიცი, ბანკომატს ეძებდა, რომელიც აქ იყო კედელთან და რატო ეჩხუბებოდნენ არ ვიცი. და რა შეუძლებოდა ცემა? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე ხა გამოვედი და დაუწყეს ცემა, ხო? ბანკომატი, რომელიც აქ არის. ბანკის და ბანკში ეძებდნენ? შესვლა უნდა და შენობაში ეტყობა, არ ვიცი. შენობა დაკეტილია? აბა რა, დაკეტილია, რა თქმა უნდა, 11-ის ნახევარს. დაცვის თანამშრომელი. სიტყვიერი დაპირისპირება. არ ვიცი, მე არ შევსწრებეულ, ეხლა მოვედი მე სამხმაურზე, დაგა. არ დაშავდა ძალიან, მაგრამ არის აი აქვეა და დაშავებულია. წავედი. 3 ადამიანი წაიყვანა. კაი, არ დააკავა პატრონმა, კი, წაიყვანა 3. თქვენ ბანკში იმყოფ წაიყვანა 3. თქვენ ბანკში იმყოფებოდით როდესაც არა, არ მოვხდები. ბანკის წარმომადგენელი. არა. აბა ვინ გზანდები შემთხვევაში? არ ვიცი, რა საიდან არაფერი არ როგორც ჩემს კადრს უკან ხედავთ, საგამოძიებო მოქმედებები TBC ბანკის შენობაში ამ დრომდეც მიმდინარეობს, თუმცა რა მუხლით არის აღძრული საქმე და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ეს ჯერჯერობით უცნობიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დეტალებს არ ყვევენ. ჩვენ ვრჩებით ბუნებრივი ადგილზე და ვცდილობთ, რომ უფრო მეტი დეტალი გავიგოთ ამ დაპირისპირების შესახებ და შესაბამისად გამოშვების მსვლელობისას ისევ დაგიბრუნდებით. TBC ბანკის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსუდან დუმბაძე გვერდებოდა. უნდა შეიქმნას თუ არა და უნდა გამოიძიონ თუ არა მიმდინარე გამოძიების პარალელურად TBC-ის საქმე კანონმდებლებმა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პროკურატურა აღნიშნულ საქმეში მხარია და არ ღირს გამოძიების დასრულებამდე ლოდინი. პარლამენტის თავმჯდომარე კი ოპონენტებს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე დალოდებას ურჩევს. ნახოთ რა უნდა გამოიძიოს ოპოზიციამ და რატომ არ თანხმდება ოცნება ინიციატივას.
TBC ბანკის საქმეზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხი ბიუროს ხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ ინიციატივას მხარი დაუჭიროს და TBC-ის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი საჯაროდ გაეცეს. როგორც სერგი კაპანაძემ თქვა, პროკურატურა აღნიშნულ საქმეში მხარია და არღეს გამოძიების დასრულებამდე ლოდინი, თუმცა ამის საპასუხოდ მან პარლამენტის თავმჯდომარისგან მხოლოდ რეპლიკა მიიღო. TBC ბანკის და მისი დამფუძნებლების ირგვლივ, ისევე როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ მანკიერებაზე მიუთითა, რაც დღეს არსებობს საქართველოში, მათ შორის პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა, რომელიც იძიებს ამ საქმეს, რომელიც ашკარად ჩანს, რომ არის მხარე ამ საქმეში, რომელიც ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ხელისუფლების მიერ, ამას ბოლომდე ვერ გამოიძიებს. პროკურატურისთვის როგორც ცლია, ალბათ აჯობებდათ. ვინ არის TBC ბანკის დამფუძნებლის წინააღმდეგ, ვინ დაწერა და მიუტანა წერილი მამუკა ხაზარაძეს და ვინ დგას ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საქმის უკან. ეს მკითხვების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც ევროპული საქართველოს თქმით პასუხები საგამოძიებო კომისიაზე უნდა გაეცეს. თუ მართლაც დანაშაულის ნიშნები არ გვაქვს და თუ მართლაც არაფერი ისეთი არ ხდება, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას? იმ პირებმა, რომლებიც არიან ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილები, გულისხმობ უმაღლეს თანამდებობის პირებს, მათაც უნდა ქონდეთ ინტერესი, რომ ღიად გასცენ მართლაც საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხი და არ გამოიყენონ, არ დაიმალონ. საგამოძიებო კომისიის შექმნის იმედს არ კარგავენ ნაციონალურ მოძრაობაში. რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ აღმოჩნდეს პარლამენტში ის 50 დეპუტატი, ვინც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს. გოცირიძის თქმით, საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ბიზნესი სავალალო მდგომარეობიდან გამოვიდეს. თუ უმრავლესობამ არ დაუჭირა კომისიის შექმნის ხარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კიდევ ერთხელ ხელს დააფარებენ დამნაშავეებს, რომლებიც არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და ფაქტობრივად ისინი ხელს შეუწყობენ ბიზნესის დატერორების აი ამ კამპანიის გაგრძელებას. უმრავლესობის მსგავსად კომისიის შექმნის იდეას არ იზიარებენ პატრიოტთა ალიანსშიც. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ თემაზე პარლამენტში კომისია არ უნდა იქმნებოდეს. პარლამენტი არ არის პროკურატურა და არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ ჩვენ ნებისმიერ თემაზე დავიწყეთ საგამოძიებო კომისიების შექმნა, ეს სამდმი გვიყვარს. ჩვენ პროკურორები ვართ, გამომძიებლები თუ დეტექტივები. ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, სულ სხვა ფუნქცია გვაქვს, ზედამხედველობის ფუნქცია გვაქვს. TV პირველის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრი ორად იყოფა. უმრავლესობაში არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისია შესაქმნელია. არაოფიციალური ინფორმაციით მათ რიცხვებშია რომან კაკულია, რომელიც დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. ის რომ უმრავლესობაში აზრი ორად არის გაყოფილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებაც ადასტურებს. თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ შიდა პარტიული კონსულტაციების შემდეგ კომისიის შექმნის იდეის მხარდამჭერებიც გამოიკვეთონ. ჩვენ ამაზე ჯერჯერობით უმრავლესობაში მსჯელობა არ გქონია და მე არ გამოვირიცხავ, რომ ამ იდეის მხარდამჭერი პოზიციებიც გაჟღერდეს. ამიტომ ჩვენ გადაჭრით არ გვითქვამს, რომ საგამოძიებო კომისიას მხარს არ უჭერთ. მე პირადად არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორი ფორმა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც ვსაუბრობ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული კობახიძის დაჯგუფების წევრებს, მათთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა აბსურდულია. ანდრიუ ოხანაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სწორედ საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა. უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის ის ბრალდებები, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აჟღერებს. ოცნების წევრები უფრო მეტ კონკრეტიკას და მტკიცებულებებს ითხოვენ. საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა საწყისშივე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აბსურდულია უბრალოდ. ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა საწყისშივე არის აბსურდი, ვინაიდან საგამოძიებო პროცესები ეხლა გახდა ცნობილი თურმე რომ რაღაც წერილი არსებობს, თურმე რაღაცა შანტაჟს ჰქონია ადგილი და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, ეს არის საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა, უზრუნველყონ ამ პროცესის მართვა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა ჭირდება. ამ ეტაპისთვის კი იდეას მხარს ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრები უჭერენ, რაც საკმარისი არ არის. იმ შემთხვევაშიც თუ ამ ინიციატივას მხარს ქართული ოცნებიდან წასულებიც დაუჭერენ, მართველი გუნდის გარეშე იდეა მაინც ვერ განხორციელდება.
ვისეკუთვნის ძალაუფლების მანდატი ბიძინა ივანიშვილს თუ ამორჩეულს. ქართულ ოცნებაში დაბრუნებული ძველი გვარდიელი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ახსენებს, ნუ დაავიწყდებათ, რომ ძალაუფლების მანდატი სწორედ პარტიის ლიდერს ეკუთვნის. ვის გულისხმობს საერთო ჯამში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნებას არ აქვს განცდა, რომ ის ხალხის მიერ არის არჩეული ხელისუფლების მოწინააღმდეგების თქმით, პარტიაში ყველა ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და ხალხს არ უსმენენ. ის ეკუთვნის საქართველოში ძალაუფლების მანდატი ბიძინა ივანიშვილს თუ ხალხს. ეს კითხვა აქტუალური ირაკლი ღარიბაშვილმა გახადა და პასუხიც თავად გასცა. ქართულ ოცნებაში მეორედ მოსული ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველას ავიწყდება, ვის ეკუთვნის ბოლო სიტყვა. ვის გულისხმობს ყველაში ღარიბაშვილი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მან თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილის გავლენებისა და როლის შესახებ თოქ-შოუ რეაქციაში კიდევ ერთხელ მიანიშნა. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი, ეს მანდატი ხელისუფლების მანდატი ეკუთვნის და ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას, რომელიც გადმომეცა შემდეგ მე, მისი პოსტიდან დასვლის შემდეგ, ხო? და 2 წელი, რაც მე პრემიერ-მინისტრი ვიყავ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად ვატარე და ვმართე ეს მანდატი. და როცა გადაწყდა, რომ მე უნდა გამოსულიყავ პოლიტიკიდან, ასევე ღირსეულად გადავაბარე ჩემს შემდგომს. ყოფილმა მეოცნებეებმა კითხეს ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენეს, რომ ძალაუფლება მხოლოდ ხალხის ხელშია და ეს განსაკუთრებით იმ პარტიას არ უნდა დაავიწყდეს, რომელიც 2012 წლის შემდეგ ხალხის სახელით ლაპარაკობს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხს აქვს რეალური ძალაუფლება და მმართველობა. ამიტომ თუ ვინმეს აქვს მანდატი ხელისუფლების გადაცემის თუ მართვის, ეს არის ხალხი. ეს არ უნდა გვავიწყდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფი ადამიანები ემსახურებიან საკუთარ ამომრჩევლებს და არა პირიქით. დღეს საზოგადოება ჩემი აზრით ელოდება სხვა მესიჯებს. სხვა გვარ მესიჯებს, რომელიც ასე ვთქვათ მათთვის უფრო საინტერესოა, თუ შეიძლება ასე ითქვას. აქედან გამომდინარე, მე მაგალითად ამ ყველაფერს დავაკავშირებდი დაუშვათ დღევანდელ მოთხოვნებს საპრეზიდენტო არჩევნების წინა ვითარებასთან და კარგად გავაანალიზებდი რა იყო მაშინ საზოგადოების მოთხოვნა, անդა თუნდაც რაშია დაპირებები, იმჟამინდელი დაპირებები და ამ დაპირებების შესრულებით, ასე ვთქვათ, ვიფიქრებდი, რომ მომეგო ამორჩევლის გული. ეგრეთ წოდებული ძველების და ახლების გუნდის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სხვაგვარად გაიგეს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის ეს შეფასება გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან ივანიშვილი განსაკუთრებული ლიდერის თვისებებით გამოირჩევა და ეს ხალხმა არაერთხელ დაადასტურა. ის რომ პარტიის ლიდერს აქვს განსაკუთრებული ლიდერის თვისება და ის რომ მის მიმართ არის ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებაში და ის რომ ეს ნდობა 2012 წელს ჩვენმა საზოგადოებამ უპირველეს ყოვლისა გამოუცხადა პარტიის თავმჯდომარეს, ეს მეგონი თქვენსაც ცნობილია და ყველასთვის ცნობილია, ხო? შესაბამისად, თუ კი ჩვენი გუნდის წევრი საუბრობს იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარის როლი არის განსაკუთრებული და მის ნდობა არის ძალიან მაღალი ქართულ საზოგადოებაში, ეს არის ბუნებრივი მოვლენა და შესაბამისად ლოგიკურია, რომ ამ საკითხებზე ჩვენ ვსაუბრობთ. ბატონ ბიძინა ყოველთვის იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა თავისი აზრი გამოთქვან და მათ შეუძლიათ თქვათ მიიღონ როგორც გუნდური, ისე გუნდის მიღმაც თქვათ რა პოზიცია დააფიქსირონ. ასეთი ყოფილა. ჩვენ შიდა დემოკრატიის დეფიციტი არ გვაქვს. უბრალოდ ეს გარეთ ჩანს ხოლმე სხვანაირად, რომ თითქოს ეს გუნდი იშლება. ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებებით ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მთავარი პერსონა სწორედ ბიძინა ივანიშვილია. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს განცდა, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ ხალხთან. ქართული ოცნება აქამდე იყო აგებული და რჩება აგებული ივანიშვილის ირგვლივ, მისი ფულის და მისი ძალაუფლების ირგვლივ. არც ერთ ადამიანს ქართულ ოცნებაში მე მაქვს განცდა, რომ არ აქვს ის წარმოდგენა, რომ ისინი ხალხის მიმართ არიან ანგარიშვალდებული, ისინი არიან ბიძინას მიმართ ანგარიშვალდებული და ღარიბაშვილის ეს ყოველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ანუ ყველას ეუბნება, თავის მხარდამჭერებს, თავისი პარტიის წევრებს, რომ თავარი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ხალხი რას ფიქრობს, მოსახლეობა რას ფიქრობს, ვის რა უნდა ისე უნდა გაკეთდეს ყველაფერი, როგორც ეს უნდა ივანიშვილს. აი ეს არის თავარი იდეა, რატოს დააბრუნა ივანიშვილმა ღარიბაშვილი. ანუ მისი ყველაზე უფრო ყურმოჭრილი ყმა, ასე ვთქვათ, იყო ღარიბაშვილი და რჩება ასეთ. არ შველის ქართულ ოცნებას ეს გამამხნევებელი განცხადებები, რომ ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი. იცის ქართული ოცნების უმრავლესობამ, რომ არის ლიდერი, მაგრამ დაიშალა უმრავლესობა.
ეხლა ფაქტობრივად არის ფორმა შენარჩუნებული. აი ვასშლო დაჭრიან ლამაზად და რომ შეხედავდა რომ დგას და სულ შეუბერავდა რომ ჩამოიშლება ნაწილება და აი ასე არიან როცა ჭირდება თავის ასე ვთქვათ მომხრეებს თუ საპარლამენტო უმრავლესობას შეხსენება რომ ლიდერია ესე იგი ლიდერს ყავლი გაუვიდა ის რა ლიდერია რომელიც შესახსენებელი გახდა ექსპერტ გიანოდიას თქმით ივანიშვილი ღარიბაშვილის სახელით დეპუტატებს ეუბნება რომ მთავარი ფიგურა ივანიშვილია და ყველა პარტიულ დისციპლინას უნდა დაემორჩილოს. უნდა არსებობდეს გუნდში დისციპლინა და გუნდის ლიდერის წინააღმდეგ წასვლა არის დაუშვებელი. ეს არის ბიჯანა ივანიშვილის გზავნილი. ასეთი უპირობო ერთგულების მაგალითია თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც როცა უთხეს გადადექი, გადადგა, როცა უთხეს დაბრუნდა და როცა უთხეს ამ სკამზე დაჯექი, იმ სკამზე დაჯდა, რომელსაც მიუთითეს. ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სიტყვებით, სხვანაირად ფუთავს, მაგრამ ისევ იმას ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ვართ იქ, სადაც ვართ, დეპუტატის სავარძელში თუ მინისტრის სავარძელში თუ სადაც ვართ, პირადად ბიძინა ივანიშვილის წყალობით. ამიტომ ჩვენი ვალდებული ვართ დაუჯეროთ ბიძინა ივანიშვილს. რას ემსახურებოდა ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება? ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამით ღარიბაშვილმა წასულებს და დარჩენილებს შეახსენა თუ ვინ არის გუნდში მთავარი და ვის ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა. ხუთი მოხელის მიერ 8 წუთში განხილული საქმე და გამოტანილი განაჩენი 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებული საეჭვო ინსპექტირებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს კონკრეტულად ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი შეისწავლოს. არასამთავრობო ორგანიზაციის ამ ვარაუდს საფუძვლად უდევს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, კერძოდ ინსპექტირება პირველ და მეორე ტურებს შორის ასევე წუთებში ჩატეული ფორმალური წარმოება. ინსპექტირებას და არჩევნების პროცესთან შემხებლობას გამორიცხავს განათლების მინისტრი. ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის შემოწმების საქმე მიხეილ ბატიაშვილის უწყებამ 8 წუთში განიხილა. ხუთმა მოხელემ დარღვევები სწორედ ამ დროში გამოკვეთა და განათლების მინისტრმა ია კერზაიას სკოლის შემოწმების ბრძანება უჩვეულოს ისწრაფით გასცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამინისტროში შესული წერილის მინისტრამდე გავლილი გზა ქრონოლოგიურად დაალაგა. დღეს ორგანიზაციამ საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ასოციაციაში აინტერესებთ, აქვს თუ არა კავშირი დაჩქარებულ ინსპექტირებას საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებასთან და პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. როცა სამინისტრო 288 შემთხვევიდან მხოლოდ 7 შემთხვევაში ახდენს ინსპექტირებას და ამ 7-დან 6 მოდის დროის კონკრეტულ მონაკვეთზე, ცხადია კითხვები არის ღია. ხომ არ იყო ეს ინსტრუმენტი ამ პროცესში ინსპექტირება, რომ გარკვეული გავლენა მოეხდინათ თუნდაც სკოლებში და მობილიზაცია მომხდარიყო. ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს მათ შორის გამოძიება. დროის წყალსადრით საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ხდებოდა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც ბევრ შემთხვევაში განათლების სამინისტრო ითხოვდა დაზუსტებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ინსტრუმენტი, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ია კერზაიაშვილი. ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას იხსენებს და გვეუბნება, რომ პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და წინა საარჩევნო პერიოდსაც საეჭვოდ დაემთხვა, რაც მისი აზრით დირექტორის დაშინებას ემსახურებოდა. ია კერზაიაშვილს აინტერესებს, რატომ არ გადადგა მინისტრი ამ დრომდე და რატომ ჭიანურდება გამოძიების პროცესი. რეალურად პოლიტიკური დევნა, არანაირი კავშირი ამას არ ქონდა რეალურ ინსპექტირების პროცესთან. ყველა ეს საქმეები, რომლებიც არის ელვისის სწრაფით და წუთებში ნაწარმოები, ემთხვევა წინა საარჩევნო პროცესს და მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების განხორციელება თავიდან ბოლომდე იყო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა დირექტორის დასჯას. პროკურატურას უკვე ერთი თვე საკმარისად ჰქონდა იმისთვის, რომ რაიმე საპროცესო მოქმედებები განეხორციელებინა, რაც სამწუხაროდ მათ არ გააკეთეს. მინიმუმ ყველა იმ მოხელემ, ვინც მონაწილეობდა, ამ ეტაპზე უნდა აიღონ თანამდებობრივი პასუხისგებლობა და გადადგნენ თანამდებობიდან. განათლების მინისტრის სწრაფად მიღებული გადაწყვეტილების მიზეზს არ განმარტავს. ინსპექტირების შესახებ წინა საარჩევნო პერიოდში გაცემულ ბრძანებაზე კი მისი არგუმენტი ისაა, რომ შემოწმება მუდმივად სასწავლო წლის დასაწყისში შემოდგომაზე ხდება. მიხეილ ბატიაშვილისთვის გაუგებარია პოლიტიკური ეჭვები, თუმცა დამატებით გვეუბნება, რომ მზადაა მისმა უწყებამ ინსპექტირება არჩევნების დროს აღარ ჩაატაროს.
შემოდგომაზე სწავლა როდესაც იწყება, თავისთავად პროცესი ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც ხდება სწავლა. ინსპექტირება, აუდიტი ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. ზათაურად რახან პოლიტიკური კითხვები ჩება, ესეთი არჩევნების დროს მაგალითად არ განხორციელდეს. ამიტომ მე თვითონ დავაყენე ეს საკითხი პარლამენტში, თუ მხარდაჭერა იქნება ყველანაირი რისკებისგან, თუ მომავალში შეიძლება გაჩნდეს ხოლმე, ავირიდებთ თავს. ოპოზიციურ ძალებს იკერზაია საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ. საპარლამენტო ოპოზიციაში წინასაარჩევნო პერიოდში სკოლების პოლიტიზირებასა და მასწავლებლების დაშინებაზე მიუთითებენ. ქართულ ოცნებაში კი ამ საქმეზე საგანგაჟო მიზეზს ვერ ხედავენ. გიავოლსკი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თანამედროვე ტრენდს ჩამორჩა და სკოლებში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრის მიზეზი არ არსებობს. წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა განათლების სისტემის პოლიტიზირება, დაშინება რესურს ცენტრების მიერ და სამინისტროს მიერ მასწავლებლების და მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. სამწუხაროდ ამას შეეწირა სწორედ იაკერზაია. უნდა მოხდეს ამის გამოძიება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ამას არ გამოიძიებს. პროკურატურა არის პირდაპირ ივანიშვილის ყურმოჭრილი ამ შემთხვევაში, როცა არ უნდა იყოს, ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი როლი შეასრულა იაკერზაიას გარდაცვალებაში, აუცილებლად იქნება დასჯილი. აი, მე მგონი მაინც ასე თუ ისე ჩამორჩა თანამედროვე ტრენდენად ინდივიდუალურია და იმდენად დაცულია ნებისმიერი ადამიანი თავის არჩევანში, რომ ეს მტკიცება თითქოს რაღაცის შემოწმებამ შეიძლება ადამიანს, რომელსაც უნდა ვაშაძე აერჩია და გაუცებ დაფიქრდა და აერჩია დახურულ კალათს მიღმა, არჩევანი გააკეთა სალომე ზურაბიშვილზე, ეს არის მოტანილი, ჰაერიდან მოტანილი თემა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იაკერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში ბრძანების გაცემიდან მეორე დღეს 9 ნოემბერს შევიდა. პროკურატურამ ერთი თვის წინ ფაქტის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. თუმცა რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ამ დრომდე უცნობია. დედოფალი მეფის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს უჩვეულო საქმის სამეფო დავის განხილვა მოუწევს. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გაარკვიოს საქართველოს სამეფო გვარის ბაგრატიონების კონკრეტულად რომელ შტოს აქვს უფლება საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისარგებლოს. დედოფალი მეფეს ტიტულებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, მეფე კი დედოფალს დნმ-ის ჩატარებას თხოვს, რადგან ეჭვობს, რომ დედოფალი სამეფო წარმომავლობის არ არის. ბაგრატიონთა დინასტიის ორი სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა დაპირისპირება, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, სასამართლომდე მივიდა. საქართველოს ისტორიაში ამ უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე მოწმებად ისტორიკოსები არიან მიწვეულები, პირველი ინსტანცია აკადემიკოსებს როინ მეტრეველს და გიორგი ოთხმეზურს გამოკითხავს და შეეცდება გაიგოს, ვინ უფრო ღირსია საქართველოს სამეფო ოჯახის სახელით ილაპარაკოს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ კრუზინსკები თავი დავალებოთ მეფეები არიან, დედოფლები არიან, თუ ვინ არიან, ადამიანები ხო არიან, რაღაც ისტორია ხო აქვს. რეალურად ეს ადამიანები ჩივიან სასამართლოში იმისთვის, რომ დავით ბაგრატიონ მუხრანელი მათი ისტორიას ითვისებს. დავითი არის ბაგრატიონ მუხრანელი, დავით მოპასუხია ამ საქმეში, დავითი არის მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალი, იგი სამეფო ოჯახის მეთაური კი არა, სამეფო ოჯახის წევრიც აღარ არის, ყოფილი სიძია და ბუნებრივია მას არ აქვს უფლება, რომ ისაუბროს საქართველოს სამეფო სახლის სახელით. ანა მოვითხოვს, რომ დავით საეკაზალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. აი ეს არის სასაჩვეო მოთხოვნა. აქ ძირითადად საკითხი არის იმის გარკვევა, თუ ვინ რომელ შტოს წარმოადგენს, ვის აქვს უფლება ილაპარაკოს წარსული, მიითვისოს ის წარსული, რომელიც საქართველოს ისტორიაში არსებობდა. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული საქმე და აბსოლუტურად არასერიოზული ბრალდება და აბსოლუტურად არასერიოზული დავა. რატომ? იმიტომ მოდი ასე თქვა, რას გვედავება მოწინააღმდეგე მხარე? მოწინააღმდეგე მხარე გვედავება, რომ ჩვენ აგვეკრძალოს საქართველოს სამეფო სახელის გამოყენება. დიახ. და აუნაზროს მათ მიღებული მორალური ზიანი. ერთი ლარი. მოდი ასე ხო, ერთი ლარი. მოდი ასე თქვა, რა უფლებით ითხოვენ ისინი ჩვენგან, ბატონ დავის სრული გენეალოგიური დოკუმენტაცია, ეს საერთო ჩანაწერებს გულისხმობს. ეკლესიის ჩანაწერებს, როგორც მე-19 საუკუნის, ასევე მე-19 საუკუნის ყველა ქორწინების აქტი, ყველა დაბადების აქტი ჩვენ მხარეს სახელზეა.
პატრული ინსპექტორები დაიკითხნენ დღეს საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას საქმეზე სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა პროცესზე შეთანხმებული ჩვენება მისცეს. საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომლებმა დაადასტურეს ის, რასაც ზვიად კუპრავას გამოძიება ედავება. მანამდე ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა ზვიად კუპრავას თქმით, მისი ციხეში ყოფნა ხელისუფლების მოთხოვნა. ადვოკატი ირაკლი ზაქარაიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა 22 თებერვალს დააკავეს. მე და ჩემმა მეგობრებმა ვინც დარბაზშია ერთ დღეში გადავაყენეთ ვაიძულებს თავარი პროკურორი გადამდგარიყოთ არამდებობიდან ეს ჩემი აქ ყოფნა არის დღეს შურისძიება პროკურატურის იმ გარემოებიდან გამომდინარე ეს ერთი ამის შემდეგ 2 ივნისს ირაკლი ყობახიძე ქვეყნის მეორე პირმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა უმწვავეს განცხადება ბრალდებების შეთანხმებაში და მოითხოვა პირდაპირ ჩემი პატიმრობაში ყოფნა ეს მეორე ფაქტორი ასევე სალომე ზურაბიშვილი რომელიც პრეზიდენტად იწოდება იგივე საკეთებდა პერმანენტულად არის Facebook ველზე ასევე დეპუტატები ეკაბესელია ხახა კალაძე თბილისის მერი სოფო კილაძე ანდრიო ხანაშვილი და ასე შემდეგ ჩემი აღდგომა გამომდინარეობს იქიდან რომ ეს ბატონები ხელისუფლებაში ვიციყოფებია მარჯვენის პროკურატურის წარმომადგენლები დაინტერესებული იყვნენ ჩემი პატიმრობით მოწმეების გამოკითხვით დადასტურდა, რომ ეს მოწმეები არიან ერთგვაროვან ჩვენებებს იძლევიან და ეს ჩვენებები არის შეთანხმებული მათ შორის ამ დღევანდელ გასახურებელი პროცესის დაწყებამდეც. შესაბამისად, მათ აგრეთვე არის განსხვავებებიც, რომელ განსხვავებებზეც ჩვენ გვექნება აპელირება და შესაბამისად მაგას შევთავაზებთ, როგორც ამ მოწმეების ჩვენებების გამომწვევ საფუძვლად. ბუნებრივია ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ მისამული ჩვენებების შინაარსზე, თუმცა სასახად შემიძლია დაგიტასტუროთ, რომ თითოეულმა დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის შეურაცხყოფელი ფაქტი. საქალაქო სასამართლომ დღესვე დაზარალებული ბიზნესმენი ზალ ჟვანიას საქმე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ განიხილა. ბიზნესმენი ითხოვს საკონსტიტუციო და სააპელაციო სასამართლოს აღსრულებას. ჯერ კიდევ 3 წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ბიზნესმენის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მის წინააღმდეგ წაყენებული მუხლების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძე არის მიგერძოებული და დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ ადვოკატებთან ერთად მისი აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დასკვნით ის ხდომა 25 მარტს ჩაინიშნა. ჩვენ ისევ უბრუნდებით TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, სადაც ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცველები როგორც შენობაში, ასევე შენობის გარე პერიმეტრზე. ჩვენი ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე არკვევს დამატებით დეტალებს მომხდართან დაკავშირებით. რუსუდან გისმენთ. დიახეთუნა სულ რამდენიმე წუთის წინ აქ იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მისმა ორმა თანამშრომელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო ოფისში, რაც სავარაუდოს ხდის, რომ შესაძლოა სწორედ ოფისში იმყოფება დაცვის თანამშრომელი, ერთი თანამშრომელი, რომელიც მოყვა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ექიმებს ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, მათ განაცხადეს, რომ ადგილზე აღმოუჩინეს მათ დახმარება და დაშავებულს აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანება. საგამოძიებო მოქმედებები კი აქ ისევ გრძელდება. თქვენ კადრში ხედავთ, რომ თანამშრომლები, სამართალდამცველები მუშაობენ შიდა და გარე პერიმეტრზეც. აქ გავლებულია ყვითელი ლენტი და გარე ტერიტორიაზე შეინიშნება სისხლის ნაკვალევი, რაც ადასტურებს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც აქ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, გადაიზარდა სისხლიან გარჩევაში. როგორც TBC-ის წარმომადგენელმა ჩვენთან განაცხადა, აქ სულ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 1 საათის წინ იმყოფებოდა 3 პირი. მისი ვარაუდით ისინი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დაცვის თანამშრომელს, რაც შემდგომ გადაიზარდა უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში. არსებული ინფორმაციით 3-ვე პირი არის უკვე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. დაცვის თანამშრომელს კი რაც შეეხება, სავარაუდოა, რომ ის სწორედ ოფისში იმყოფება. ექიმებმა მათ განგვიცხადეს, რომ მას აღენიშნება ზედაპირული დაზიანება. საგამოძიებო მოქმედებები კი ისევ გრძელდება. თქვენ ხედავთ, რომ სამართალდამცველები შიგნით მუშაობენ, ასევე გარე პერიმეტრიც არის შემოწმებული, გარე პერიმეტრსაც ამოწმებენ პოლიციის თანამშრომლები. აქ გავლებულია ყვითელი ლენტი. თქვენ ხედავთ, რომ
თქვენ ხედავთ, რომ აქ ასევე გარე პერიმეტრზე შეინიშნება სისხლის ნაკვალევი, რაც ადასტურებს იმას, რომ სიტყვიერი დაპირისპირება შემდგომ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ვერ გვიდასტურებს. პრესამსახური გვეუბნება, რომ მიმდინარეობს დეტალების გარკვევა, მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება რა მუხლით აღიძრა საქმე. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა TBC ბანკის ცენტრალური ოფისის შესასვლელთან, როგორც TBC-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, აქ 3 პირი სავარაუდოდ არაფრთხილ მდგომარეობაში მოვიდა და დაცვის თანამშრომელს თხოვდა, რომ მათ ქონოდათ საშუალება, რომ ესარგებლათ TBC-ის ბანკომატით, თუმცა დაცვის თანამშრომელმა მათ განუცხადა, რომ არ იყო სამუშაო საათები და შენობაში შესვლას ისინი ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება. თქვენ ხედავთ, რომ აქ გარე ტერიტორიაზე აღინიშნება სისხლის ნაკვალევი. დიახ, როგორც უკვე გითხარით, 3-ვე პირი არის უკვე დაკავებული, თუმცა გადაიყვანეს თუ არა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში, ეს ჯერჯერობით უცნობია, ასევე დაუზუსტებელია ინფორმაცია, რა მუხლით აღიძრა საქმე აღნიშნულთან დაკავშირებით. რუსლან დუმბაძე მოგვაწოდა ბოლო ინფორმაციები TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე. ასეთი იყო დღის მთავარი თემები, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.